პრინციპში ის ინფორმაცია, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა, მართლაც გაძლევთ თქვენ ჟურნალისტებს ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც კითხვაში გამოიხატება, ემუქრება თუ არ ემუქრება რუსეთი ისლამურ სახელმწიფოს და ზოგადად ხომ არ იმუქრება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივით. Რა თქმა უნდა, თუ ამავე საინფორმაციო სააგენტოს დავეყრდნობით, იქ გამორიცხულია ასეთი მოქმედებების განხორციელება, თუმცა თავისთავად ცხადია ის ფაქტი, რომ პუტინმა გააჟღერა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობამდე არ მივა საქმე და რომ შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის იმ გეგმის ფარგლებში, რომელსაც ისინი ახორციელებენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაართმევენ თავს. ეს უკვე ცხადია, რომ ეს არის საომარი სამხედრო პოლიტიკური რიტორიკის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ და მხოლოდ. თუმცა არსებობს ერთი მაგრამ. რუსეთის ფედერაციამ მიიღო სამხედრო დოქტრინა 2005 წელს და უახლესი სამხედრო დოქტრინის მიხედვით ის იტოვებს უფლებას პრევენციული დარტყმების წარმოებისა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმ მოტივებითა და საფუძვლებით, რაც გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციიდან და რაც გულისხმობს მისი მოქალაქეების ან რუსეთის ფედერაციის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას. და ამ შემთხვევაში ტერორიზმის საფრთხე ეს არ არის რუსეთის წინაშე არსებული გამოწვევა მხოლოდ, ეს არის გლობალური საფრთხე, ეს არის 21 საუკუნის ჭირი და ბუნებრივია მსოფლიოს თანამეგობრობა ძალიან კარგად აცნობიერებს რუსეთის ფედერაციის როლს და მნიშვნელობას და ამ თვალსაზრისით გამოყოფთი ჟურნალ Times-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს წლის პოლიტიკოსად აღიარებულ ანგელა მერკელს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ასე ვთქვათ, არა რუსეთის დეზინტეგრაციულ პროცესებში, არამედ პირიქით რუსეთის როლის წარმოჩენაში და მნიშვნელობაში, როგორც კოალიციის, ჯერ არ შემდგარი კოალიციის, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტისა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ასე რომ უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე ალბათ ყურადღება ნაკლებად გასამახვილებელი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი რვიანის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურმა ლიდერებმა გამონახონ პოლიტიკური ნება იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაუსვან წერტილი ისლამური სახელმწიფოს არსებობას დედამიწაზე. იქნება ეს რუსეთთან ერთად თუ რუსეთის გარეშე, ეს მხოლოდ რაციონალური გამოსავლის პოლიტიკური გზების ძიების ტექნიკური შესაძლებლობაა. და აპირებთ რაღაცა საუბარს, თუნდაც 50%-იან ბარიერზე საუბრობენ მაჟორიტარულ არჩევნებში ამ საკითხზე, თუ თქვენ მოგონა უპირობოდ არის მაჟორიტარული სისტემა. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. თქვენი სტუდიიდან რამდენიც მე მახსოვს გუშინ ძალიან ვრცლად და ამოწურავად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონმა გიორგი ახვლედიანმა, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ჩვენი ორგანიზაციიდან. და მე მხოლოდ იმას დავამატებდი, როგორც ასე ვთქვათ, ამ საქმეში რა თქმა უნდა ჩახედული, მაგრამ ამავე დროს დაინტერესებული პირი მრავალი წლის წინ მე წარმოვადგენდი საარჩევნო კომისიებს და საარჩევნო თემატიკაში ვერკვევი საკმაოდ კარგად იმისთვის, რომ ძალიან ნეგატიურად შევაფასო ის მცდელობები, რომლითაც ერთის მხრივ უნდა აღსრულდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საარჩევნო ოლქებში ამორჩეულთა ხმების თანაბრობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად იგნორირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის, ევროსაბჭოს რეკომენდაციები. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური კოალიციის დღის წესრიგში, ესე იგი ორი საკითხი იდგა. ორი მიმართულებით უნდა წასულიყო, ან ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით. ორი არჩევანი ქონდა ქართულ ოცნებას. ეს იყო ვიწრო პარტიული ინტერესების დაკმაყოფილება და გამარჯვების ფორმულის დაწერა 2016 წლის არჩევნებში ყველაზე უფრო მოკლე და მათთვის რაციონალური გზით და მეორე იყო გაითვალისწინებინათ ევროპის საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობდა საარჩევნო სისტემის შეცვლას.
ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში საარჩევნო სისტემა და ორგანულ კანონში შემავალი ცვლილებები, იმიტომ რომ საარჩევნო სისტემა ეს არის კონსტიტუციური კანონის პროექტზე დამყარებული რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელებული იყოს საქართველოს კონსტიტუციაში, რისთვისაც მოწოდებული იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის თავმჯდომარე გახლავთ დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი და ალბათ ბატონი დავითი, როგორც ძალიან სერიოზული მცოდნე კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლისა, არ გაგვიწევს წინააღმდეგობას იმ აზრში, რომ ეს კომისია არის მკვდრად შობილი. მან არამც თუ ვერ გაართვა თავი იმ ამოცანას, რომელთა შორის და ხუთი მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო გამოყოფილი ამ კომისიაში, ერთ-ერთი იყო სწორედ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, არამედ მას საერთოდ არ უმუშავია ამ მიმართულებით და უკვე მე რამდენად მიწევს თქვენი სააგენტოდან ამ განცხადების გაკეთება, რომ თქვენი მონამორჩილი უკვე 11 თვეა რაც წარდგენილია ამ კომისიაში, მაგრამ მას კენჭი არ უყარა საქართველოს პარლამენტმა, ისევე როგორც დანარჩენ ორ კვალიფიციური სუბიექტის წარმომადგენელს. ეს რა არის თუ არა არსებული კანონმდებლობის ნორმათა უხეში დარღვევა, იმ დებულების უხეში დარღვევა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და უკვე აქედანვე ჩანს, რომ ქართული ოცნება დაადგა ისევე როგორც საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში ყველაზე უფრო არახელსაყრელ პოლიტიკური კულების მოზიდვის თვალსაზრისით გზას, მაგრამ ყველაზე უფრო ხელსაყრელს იმისთვის, რომ ძალაუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ამაშია სწორედ საქმე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც კი ვერ ასრულებს ის ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შედის ორგანულ კანონში, საარჩევნო კოდექსში და რომლითაც მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ 59-50000-ის ფარგლებში უნდა გათანაბრებული იყოს 73 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ერთიანი რაოდენობა თითოეულ ოლქში, მათ აქაც დაუშვეს კომპრომისი და მაგალითად მესტიის საარჩევნო ოლქში ისევ დატოვეს 8000 ამომრჩეველი, მაშინ როდესაც ყაზბეგი შეუერთდა თიანეთსა და დუშეთს და საერთოდ წაართვეს თეორიული შესაძლებლობაც კი ყაზბეგის რაიონს ამ ტრანსსასაზღვრო ზოლში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს რომ ყოლოდა საკუთარი ასე ვთქვათ კანდიდატი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში. და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ კი მესტია ნამდვილად არის და ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია საქართველოს როგორც სასაზღვრო ზოლი, იგივე ფუნქციას თუ უფრო მეც არა, როგორც გამტარი ასე ვთქვათ, კარიბჭე ჩვენი ქვეყნისა ასრულებს ყაზბეგის რაიონი. და როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მოხევეთა რიცხვიდან ჩვენ თეორიულადაც ვერ ვიხილოთ წარმომადგენელი ხევის ინტერესების დამცველისა საარჩევნო ადმინისტრაციულ, უბრალოდ საარჩევნო წარმომადგენლობით რგოლებში. პოლიტიკურ რგოლში გულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს. აი კითხვებზე პასუხი არ აქვს. იგივე სამტრედიის მაგალითად სამტრედიის მაგალითზე არ გამახვილებულა ყურადღება და მოგახსენებთ რა. სამტრედია გაიყო საერთოდ ორ ნაწილად. სამტრედიას აღარ ეყოლება თავისი წარმომადგენელი, ვინაიდან ნახევარზე ნაკლები ამორჩეველი გადატყორცნეს ვანის რაიონს მიუერთეს, ცოტა მეტი ხონის რაიონს მიუერთეს. რატომ მიუერთეს ხონის რაიონს? იმიტომ რომ ამით დააბალანსონ ის ხარვეზები, რომელიც ხელს უშლიდა ქართულ ოცნებას, თქვათ, საკუთარი კანდიდატი უპრობლემოდ გაეყვანა. ანუ აქაც კონიუნქტურა, აქაც ვიწრო პარტიული ინტერესებია. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად აცნობიერებს ამ ნეგატიურ ფაქტორებს, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო სამართლის სისტემის უпростоრად არარეფორმირებასთან, არამედ პარტიულ ინტერესებზე მორგებასთან და მან სწორედ ალბათ ამ მიზეზით თქვა უარი ჩაუდგეს სათავეში პოლიტიკურ კოალიცია ქართულ ოცნებას შემდგომ არჩევნებში 2016 წლის. აი პოლიციის განცხადებაზეც ვკითხავ კომისიაში ყოფნის პერიოდში რამდენად რეალურად ჩვენებთ რომ მიდიოდნენ მასთან და მიდიოდნენ ბოლო პარაგრაფები თქვა გარკვეული თანხის აღებაზე და აქამდე რატომ არ განაცხადა მაშინ ელისაშვილმა ზუსტად ფაქტები? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა და შევეცდები რომ მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში გავაკეთო განცხადება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან პოლიტიკური ინსინუაციები ძალიან ბევრი და უხვად ვიხილეთ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პათოსს, რომ ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის პირი, როგორც არის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც დელეგირებული აქვს უფლებები საქართველოს პრეზიდენტისგან და აღნიშნული დელეგირება საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით გამოიცემა, ეს არის ძალიან მაღალი სტატუსის მატარებელი პირი. ბუნებრივია, პირველ რიგში, როდესაც შენ დგები ამ მნიშვნელოვან პოსტზე, უნდა გაითვალისწინო ის, რომ მაღალი და ელიტური ხარისხის კორუფციის გამოვლინებას და შემხებლობას შენ კომისიასთან შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ამისთვის არსებობს
ის პრევენცია, რომელიც გულისხმობს მუდმივ თანამშრომლობას შენგან მარწმუნებელ პრეზიდენტთან პირველ რიგში, რომ ის ჩააყენოს საქმის ხურში, ვინაიდან მან მოგცა დელეგირება შენ ამ თანამდებობაზე და მეორე მხრივ მთავარი პროკურორი, რომელიც მუდმივ ცხელკავშირზე უნდა იყოს და ცხელხაზზე უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს ფაქტს და ასე ვთქვათ, მოქმედებებს აქ გამოვლინება და რა მოქმედებებზეა საუბარი. ხა, როგორც მე მესმის, ჩემი ყურით, თუ არასწორად მესმის, შეგიძლიათ შემისწოროთ, სიამოვნებით მივიღებ თქვენგან შესწორებას. გავიგე, რომ რაღაც ბეზეა საუბარი, თითქოს $200,000 იქნა აღებული, გარკვეული მოქმედების საფასურად მოქმედება, ამ შემთხვევაში გულისხმობს შესაწყალებელ პირთა გარკვეული წრის გამოკვეთას, გარკვეული პრივილეგიის მინიჭებას და მათ გათავისუფლებას სასჯელ ასრულების დაწესებულებიდან. ეხლა, როდესაც კონკრეტული ციფრი სახელდება, როცა კონკრეტული პირთა წრე ცნობილია, როდესაც ცნობილია იმ პოტენციურ დამნაშავეთა ვინაობა, რომლებიც აშკარად მართლსაწინააღმდეგო გარიგებაში შედიან და ვისთან პირდაპირ კომისიის თავმჯდომარესთან, რომელმაც იცის უკვე ვისთან აქვს საქმე. რა დარჩენია ბატონ ალიკო ელისაშვილს, როდესაც ის იყო კომისიის თავმჯდომარე, თუ არა ის, რომ მას სპეციალურად ამისთვის გამზადებულ პლანზე, გნებავთ არა პლანზე, მაგრამ აუცილებლად წერილობით მიემართა ერთის მხრივ საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩაეყენებინა ის საქმის ხურში როგორც მარწმუნებელი, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურა და მეორეს მხრივ არაპოლიტიკური ორგანო გამოძიებაზე და სამართლიანობაზე ზედამხედველი სისხლის სამართლის წესით საქართველოს მთავარი პროკურორი პირადად ჩაეყენებინა, შეეტანა განცხადება და დაედო ეს წერილი გატარებული, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის კანცელარიის საქმის წარმოებაში შესაბამისი ნომრითა და გრიფით მაგიდაზე და მოეთხოვა მას რეაგირება სწორედ ოფიციალური გზით და ოფიციალური მსვლელობით, რასაც მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. ჩვენ რასაც დღეს ვისმენთ ბატონი ალიკო ელისაშვილისგან, ყველაფერს ვისმენთ, გარდა იმისა, არის თუ არა ეს წერილი და ამ წერილობითი მიმართვა გაკეთებული მთავარი პროკურორის მიმართ. მე როგორც მრჩება შტაბ-ეჭდილება ბატონ ალიკო ელისაშვილს წერილობით არ მიუმართავს და იყო მხოლოდ ზეპირის საუბარი და ამ ზეპირის საუბრის ფაქტის დამოწმებას ბატონი ალიკო ელისაშვილი ახდენს იმ ვიდეო კამერების არსებობის პირობითა და საშვთა ბიუროში მისი გატარების პირობით, რაც ჩემი აზრით არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ გვეფიქრა და გვემტკიცებინა, რამდენად შეესაბამება მის მიერ ნათქვამი სიმართლეს, თუ კი მისი ვერბალური განცხადება არ არის გამყარებული წერილობითი მიმართვით მთავარი პროკურორის მიმართ. ახლა მე შევეცადე ძალიან სკრუპულოზურად ჩამომეყალებინე, ბოდის ვიხდი ძალიან დეტალიზირებისგან, მაგრამ სხვა უფლება მე არ მაქვს, როდესაც ეს კითხვა ჩემს წინაშე ისმის. მე ვერ წარმომიდგენია სხვა მოქმედება, მე რომ ყოფილიყავი ბატონი ალიკო ელისაშვილის ადგილზე, თუ არა წერილობითი რეაქცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა შემადგენლობა, როდესაც ხდება ზეგავლენით ვაჭრობა, როდესაც ხდება რამოდენიმე პირის ჯგუფურად ჩართვა ამ პროცესში და ალბათ ორგანიზებული დანაშაულის გარკვეულ სახესაც იღებს ეს ყველაფერი და როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების, ასე ვთქვათ, თანხების დაპირების შედეგად ხდება აღნიშნული მოქმედების პირობის მიღება შეწყალების კომისიის თავმჯდომარისგან. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ალიკო ალბათ მზად უნდა იყოს ამ კითხვაზე პასუხი გასცეს. რატომ არ მიმართა მან წერილობით მთავარ პროკურატურას თავის დროზე? და რა შეეხება კიევის ყოფილი მერის ქართულ პოლიტიკაში მოსულსაც, როგორ აფასებთ და როგორ ვფიქრობთ, აქვს თუ არა ლეონიდ ჩერნოვეცკის რეალური შანსები დაიმკვიდროს ქართულ პოლიტიკაში? ლეონიდ ჩერნოვეცკის, ხო? საქმე რაში გახლავთ, იცით რომ ეს ზოგადად ტრანსფერების საკითხი ჩემთვის რამდენად ცნობილი იყო სპორტის კოლექტიური სახეობებისთვის ძალიან დამახასიათებელი, იმიტომ რომ ფეხბურთში მაგალითად ტრანსფერის საშუალებით ხდება ამა თუ იმ კლუბიდან იმა თუ იმ კლუბში გადაყვანა მოთამაშის და იქიდან აქეთ გადმოყვანა, როგორც ჩანს, პოლიტიკაშიც რაღაც მნიშვნელოვანი ტრენდი გაჩნდა იმისა, რომ ექსპორტ-იმპორტი განხორციელდეს ხოლმე, ესე იგი, პოლიტიკური მართვის მენეჯმენტის განხორციელების კუთხით, ანუ ერთგვარი გარე მენეჯმენტი შემოვიდეს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილისა და მისი დანაშაულებრივი გარემოცვის უკრაინის ხელისუფლებაში პირდაპირ ასე ვთქვათ პროექტირება ეს არის სწორედ ასეთი გარე მენეჯმენტის განხორციელების პირველი ლაბორატორიული მცდელობა პოლიტიკის დონეზე. მე სხვა ქვეყანა და სხვა სახელმწიფო არ მახსენდება, რომ სახელმწიფოში ორჯერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დატოვოს და წავიდეს მეზობელი ქვეყნის გუბერნატორად და შემდგომში ამბიციები ჰქონდეს
პრემიერ-მინისტრობაზე, ამბიციები ჰქონდეს იმაზე, რომ მისი წითელი ცირკულარი ძებნილი თანამეინახენი და თანამძრახველნი მოვიდნენ მთავარ პროკურორებად, მოვიდნენ ასევე გუბერნატორებად და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად და დაწინაურებულ ფიგურებად, მე არ მახსენდება ასეთი რამ. ნამდვილად არ მახსენდება ასეთი რამ და როგორც ჩანს ეს ტრენდი გრძელდება. თუმცა ახლა მე ბატონ ჩერნოვეცკის ამით არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ისიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, არჩეული პირი იყო და ბუნებრივია წარმოადგენდა უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლების ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე, მე მაინც მრჩება ასოციაციური განწყობა იმისა, რომ ეს ადამიანი მხოლოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, ნებასურვილით შეიძლება არ მოქმედებდეს. თუმცა თუ კი ის მოქმედებს თავისი ნებასურვილით, როგორც საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ღმერთმა გაუმარჯოს და უსურვებდი წარმატებას, თუ კი მას აქ კეთილი ზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მის შესახებ რეალურად არავინ არაფერი არ იცის, თუ იმ გადაცემას არ მივიღეთ მხედველობაში, სადაც გარკვეული ეპიზოდური წარმოდგენა მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ თუ საქართველოსთან დაკავშირებით მოგვეცა და ყველაფერი დანარჩენი დაკავშირებულია მის აქტივობაზე და მის, ასე ვთქვათ, ამბიციაზე იყოს ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილი როგორც საქართველოს მოქალაქე. თუ მას არ კეთილი ზრახვები, თუ მას გააჩნია კონკრეტული გეგმა, რომელიც საქართველოს თუნდაც რომელიმე სფეროს გამოიყვანს კრიზისიდან, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი შეიძლება იყოს, რომ არ დავარღვიოთ ამ ადამიანის პრეზუმპცია პოლიტიკაში შემოსვლის რაღაც ნეგატიურ წარმოდგენებთან დაკავშირებით. საბოლოოს გითხრათ, გაზპრომთან მოლაპარაკებები განახლდა, ასე ვთქვათ, არის საუბრები გადამცემის გაყვანაზე. რა როგორ ვდგებით ამ საკითხს და იწონებთ თუ არა ხელისუფლების პოზიციას? საქმე რაში გაახლავთ, იცით, რომ თუ ეს ხელისუფლება მაგალითად რამეს კარგს გააკეთებს, თუნდაც გაზპრომთან ურთიერთობის კონტექსტში ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება და მე არ ვაპირებ ხა ვიღაცის შრომის და ღვაწლის დაკნინებას, თუ კი ეს ღვაწლი, ეს შრომა მიმართულია ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თუნდაც ენერგეტიკის სფეროში რაღაც გარკვეულ პრეფერენციებზე იყოს საუბარი, რომელთაც საქართველოს მიიღებს გარკვეულ ბონუსებს. მაგრამ ისევ და ისევ პოლიტიკურ ჭრილში უნდა შევაფასოთ ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვნახეთ ფარული კულუარული მოლაპარაკებები ნაციონალური მოძრაობის დროს, გაგახსენებთ აგვისტოს მოვლენებიდან 2 კვირის შემდგომ ძალიან მალე მოხდა მემორანდუმის გაფორმება ინგურხესთან დაკავშირებით. და სააკაშვილმა გააფორმა საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც დღესაც თქვენთვის მედიისთვის არ არის ცნობილი და საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ამიტომ მე თანახმავარ, რა თქმა უნდა, რომ პოზიტივზე იყოს აწყობილი ურთიერთობები, მაგრამ ესეთი პარტიკულარისტული მიდგომა უნდა შეწყდეს და უნდა გამომდინარეობდეს ყველაფერი გლობალური პოლიტიკური ურთიერთობით და რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ გზით მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში, რა თქმა უნდა, გაზპრომთან ურთიერთობა იქნება თუ ნიკელთან ურთიერთობა იქნება თუ ნებისმიერ მეგა საწარმოსთან ურთიერთობა იქნება, ეს მხოლოდ, ასე ვთქვათ, ის თემებია, ტექნიკური თემებია, რომელიც თან უნდა ახლდეს გლობალურ პოლიტიკურ ჩარჩოს. ხოლო ეს გლობალური პოლიტიკური ჩარჩო ბუნებრივია უნდა გულისხმობდეს პირდაპირ დიალოგის დაწყებას რუსეთის ფედერაციასთან და რაში ვხარჯავთ ჩვენ მილიონებს მაგალითად ჟენევის შეხვედრებზე, სამხრივ თუ ოთხრივ შეხვედრებზე, როდესაც მაგალითად თავდაცვის მინისტრს შეუძლია გააკეთოს სრულად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ცდება პოლიტიკურ მესიჯს და რომელიც თავისი არსით არის სრულად არაადამიანური, როდესაც ესე იგი ქალაქ ლენინგრადის 900 დღიანი ბლოკადის მონაწილე გმირი დამცველები მოხსენებული ყავს ცინიკური ფორმებით. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბატონმა დავით უსუფაშვილმაც უნდა გააკეთოს განცხადება, გვაქვს თუ არა ორმაგ სტანდარტთან, ასე ვთქვათ, საქმე, როდესაც ერთის მხრივ ჟენევის ფორმატში საუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებზე, შეერაღების შემცირებაზე, რუსეთის მხრიდან ვითხოვთ გარკვეულ დათმობებს. ეს კტრაჩობილი კომისია, მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი კომუნიკაციის წყაროა რუსეთის ფედერაციასთან, მისი არსებობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ წყალში არ უყრით ყველაფერს ამას და მათ შორის იმ მილიონებს, რომელიც რამოდენიმე ათეული რაუნდის შედეგად საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების ფორმატში იქნა დახარჯული. თუ კი თინა ხიდაშელმა ესეთი განცხადებები უნდა აკეთოს, რომელიც თავისი შინაარსით მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ფეკალიებს არ ჩამოუვარდება და რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ამოუშვას პოლიტიკოსმა ასეთი ფეკალიები მართლაც პირიდან, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ შეუქმნას ისედაც შელახული ინტერესების ადგენის გზაზე სერიოზული პრობლემები.
და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი უსუფაშვილი და ქალბატონი თინა ხიდაშელი, ბატონი დავით უსუფაშვილი და ქალბატონი თინა ხიდაშელი არიან მეუღლენი, ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა მოერიდოს, გააკეთოს განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ფიზიკის სფეროში იყვნენ მოღვაწე მცოლ-ქმარნი პიერ და მარი კიურები, რომლებიც შეეწირნენ სწორედ ბირთვის გახლეჩვის ასე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებულ ინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ რადიაციულმა ფონმა მათი ჯანმრთელობა შეიწირა და ისე არ მოხდეს, რომ ცოლ-ქმარი უსუფაშვილები შეიწიროს სწორედ ასეთმა არათანმიმდევრულმა და ასე ვთქვათ, დამაზიანებელმა პოლიტიკამ, რომელიც ვარდება მთლიანად პოლიტიკური კონტექსტიდან და ჩარჩოდან საქართველოს ინტერესების, ასე ვთქვათ, სფეროში.